რა წამოიღო ბიჭო. მიხეილ ყს 9 ტყავი გადასწრა. 100 ოფლი მოიდინა. ინტენსიური წვრთნა ჰქონდა. თავი არ დაუზოგავს. ბოლო თურქეთში ჩაატარა ვარჯიში და ახლა ტრამპში ერკინა. ღია წერილით და მომისმინე შენაკეთ ბიჭო, შენ თავი ვინ გონიაო. ვინც იძახის რომ ხოცებისგან აღარაფერი უკვირს, ახლა უნდა აღიაროს რომ უდიპლომო ფუტბოლისტის თავდაჯერებულობამ ისინიც კი გააოცა. დაამონჯა. ტრამპის პასუხი ჯერ არ გვინახავს. ორი დღე საერთოდ გამქრალი იყო და მთელი მსოფლიოს მედია ჭორაობდა მოკვდაო. მე მაინც ჩემი ვერსია მაქვს. მიხეილ ყს წერილს წაიგითხავდა და ალბათ დარდმა მოიცვა. ორი დღის მერე კი გამოჩნდა, მაგრამ ამ წერილზე სიტყვაც არ დაუძრავს ჯერ. ვითომც არ წაუკითხავს, ვითომც არ ყოფილა. ფარისეველი. არა, რა თქმა უნდა, მოუწევს საქართველოსთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებაცა და გამოცხადებაც აუცილებლად. და პასუხის გაცემაც მოუწევს აბსოლუტურად კონკრეტულ ბრალდებებზე, როცა მთელს დუნიაზე 200-ზე მეტი ქვეყნიდან Deep State-თან ბრძოლაში ერთადერთი მოკავშირე ყავს, ბორის ივანაშვილი, იმას ხელი როგორ უნდა კრას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გათვალა მიხეილ ყმ სხვანაირად ბატის ფრთას არ ჩააწოდა სამელნეში. არა, ჩვენ ადრეც გვახსოვს ეპისტოლარულ სამყაროში ეს სახელი. 2022 წელს ამერიკის ელჩისაც მისწერა წერილი, რომელიც იმ Deep State-და დეიდამ საერთოდ არ წაიკითხა. თქვა, რომ ისეთი აბდაუბდა იყო პირველივე წანდადების მერე მივაგდე კითხვაო. ახლა როგორც ხედავთ, დაუხვეწავს ქართულისა და ინგლისურის ამ კაცს. არა, ინგლისურის ამბავი გონი წამოვწდა. მერე სხვა შორის ვეძებე მის ოფიციალურ ბიოგრაფიებში და საერთოდ ვერ ნახე მითითება რომელ ენებს ფლობს. პრეზიდენტის საიტი ნოემბრიდან საერთოდ გათიშულია. პარლამენტის საიტზე კი მის ძველ ოფიციალურ ბიოგრაფიაში გრაფაში განათლება მხოლოდ დაბადების თარიღი უწერია. სხვათა შორის მაგ ოფიციალური ბიოგრაფიის კითხვა მისე გამიტაცა, რომ სულ ზეპირად ვისწავლე, რომელ კლუბში როდის გაუქნევია ფეხი საქართველოს ამ სიამაყეს. 2 წელი ბურთი ინგლისში აგორავა და არ მინდა დაჯერება, რომ საგანგებო თარჯიმანი ყავდა მიჩენილი. წესით რაღაცა უნდა ესწავლა. შემდეგ 10 წელიწადში კი 2006-მდე მხოლოდ შვეიცარიაში 5 კლუბი გამოიცვალა, 5-ვე გერმანულენოვან კანტონში. ალბათ ჩემი არ იყოს თქვენს გაგიჩნდებოდათ კითხვა. 10 წელიწადში იმდენი გერმანული როგორ ვერ ისწავლა, რომ CV-ში ჩაეწერა ფლოპ. აერ დონეზე, აორ დონეზე, ფრიდრიხ მერცს მოვაბრუნებ გაქცეულსან, ნიცშეს დედანში წაუკითხავ იმ ბრძენ კაცს მაინც. ბოლოს და ბოლოს სიტყვა ქოცენ როგორ ვერ გაიგო რას ნიშნავს? რწყევას. ქოცენ, რწყევა, გერმანულად. არა, ბოლო 13 წელი უკვე ქართულადაც.